ეროვნული ბანკი KIBS-თან თანამშრომლობას იწყებს. KIBS-ი ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთა შორის გადახდების სისტემაა და ის ძირითადად იუანში ტრანზაქციებისთვის არის განკუთვნილი. თუმცა ამის ფონზე საზოგადოებაში საკმაოდ ობიექტურად გაჩნდა მოსაზრება, რომ ამ გზით SEBI შესაძლოა ცდილობდეს SWIFT-ის ალტერნატივის შექმნას ქართულ ბაზარზე. რამდენად შეუძლია KIBS SWIFT-ის ჩანაცვლება და ზოგადად რაც მთავარია, რა ფუნქციები გააჩნია KIBS. თემაზე სასაუბროთ პირდაპირ ეთერში ნიკოლოზ ზალავიძე, ბიზნეს კონსულტანტი და GeoCase-ის მრჩეველთა საბჭოს წევრი, ასევე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე გვიერთდება სასაუბროთ. ბატონო ნიკოლოზ, ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო თემაზე სასაუბროთ, რომ დაგვითმეთ დრო. მადლობა თქვენი მოწვევისთვის და საკითხით დაინტერესებისთვის. კი ბატონო, დავიწყოთ ზემოხსენებული თემით. გასულ კვირას ცენტრალურმა ბანკმა გვამცნო, რომ KIBS-თან თანამშრომლობას იწყებს. ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლებელია ეს იყოს SWIFT-ის ალტერნატივის გაჩენის მცდელობა, მით უმეტეს ბოლო პერიოდში გავრცელებულ, ასე ვთქვათ, ხმების ფონზე, როდესაც შესაძლებელია SWIFT-დან ჩახსნაზე იყოს საუბრები. მოდი პირველ რიგში ვისაუბროთ, რამდენად არის შესაძლებელი KIBS-ით SWIFT-ის ჩანაცვლება, იმდენად რამდენადაც ერთი არის მულტივალუტური სისტემა, ხოლო მეორე, როგორც ვახსენეთ, ძირითადად იუანში ტრანზაქციებისთვის არის განკუთვნილი. კი ბატონო, კი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი ქვეყანა, რაც უფრო მეტი საერთაშორისო საგადახდო სისტემაში ჩართვის საშუალება მიეცემა და აქ სრულყოფილად ჩაერთვება, რა თქმა უნდა, ეს კარგია. ცუდი არის ის, რომ რაღაც ახალ სისტემას ადაპტირება, ყოველთვის ახალი სისტემის ადაპტირების, ასე ვთქვათ, კარგი გაგებით მოყიდვა საზოგადოებისთვის ხდება იმ соусის ქვეშ, რომ რაღაცა უნდა ჩაანაცვლოს და ეს რაღაცა არის SWIFT-ის სისტემა. და მოდი ორი სიტყვით ვთქვათ, SWIFT-ი რა არის და რა წარმოადგენს, იმიტომ რომ ჩვენმა მაყურებელმა კარგად იცოდეს, SWIFT-ი არის ის სისტემა, რომელიც ყველას გონია რაღაცა დიდი ბანკი ან ეს ბანკი არის, SWIFT-ი არის ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემა, რომელმაც თავის დროზე ჩაანაცვლა Telex-ის სისტემა. Telex-ი იყო ერთადერთი გადახდის სისტემა, რომელთაც ხდებოდა ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში ეს cross border, ანუ ქვეყნებს შორის, საზღვრებს შორის გადაცემის საშუალება, ტექნიკური საშუალება, რომელიც არის სრულიად დაცული და წლების მანძილზე გამოცდილი, რომ ეს არის სწრაფი, ოპერატიული და გამჭვირვალე სისტემა, რაც ხელს უწყობს ლეგიტიმური დედამიწაზე ლეგიტიმური ბიზნესის განვითარებას. რა თქმა უნდა, თავისი ხარვეზები აქვს, მაგრამ ეს ამ ხარვეზების შესამცირებლად და მინიმიზირებისთვის ყოველ წელს დგება რაღაც სხვადასხვა რეგულაციები, ეს AML პროტოკოლები, რაღაც ძალიან ბევრი თავდაცვის მექანიზმები, რომელიც ამ ცივილიზებული სამყარო, ვინც ამ სისტემაში ჩართულია, ისინი ამას შეგნებულად იღებენ, უკეთებენ ადაპტაციას. SWIFT-ის სისტემაში არის ჩართული, ანუ ორგანიზებულია 10 უმსხვილესი ქვეყნის მხრიდან, სადაც ასევე შედის ცალკე ევროკავშირი, თავისი წევრი ქვეყნებით, ანუ ეს 10 სისტემა 10 ქვეყანას ცდება და არის აი ამ უმსხვილესი ქვეყნების საბანკო სისტემები, ანუ საბანკო წარმომადგენლობები, ეროვნული ბანკები, ევროპის ეროვნული ბანკი და უშუალოდ ამერიკის, კანადის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, ჰონკონგის და ასე შემდეგ ბანკები ჩართული. და როგორც ვთქვით, ეს არის ტექნიკური აღრიცხვის სისტემა. ეს არ არის რომ რაღაც დიდი ბანკია და დიდი საცავი აქვს და რაღაც ფული უდევს, ის არა. ეს არის ამ ბანკების დედამიწაზე აბსოლუტური უმრავლესობის 200 ქვეყნის ბანკი ჩართული ამ სისტემაში. სადაც ეს უნიკალური კოდირების სისტემა, მარტივად რომ მივახვდეთ, ყველამ ვიცით, მეორე მსოფლიო ომის გარდატეხის მომენტი იყო ენიგმას კოდის გატეხვა, ხო? მაშინდელი IT სპეციალისტების მიერ, ბრიტანელი რაღაც მათემატიკოსის მეთაური ალან ტურინგის დახმარებით, რომელმაც, ტრაგიკული ისტორია აქვს, მაგრამ საბოლოოდ რომ ბრიტანეთმა ეს გამოესყიდა, ეს შეცდომა ახალ 50 ფუნტიან მონეტაზე, კი არა, ბანკნოტზე დაეტანა ბატონი ალან სურათის. ცალკე თემა, მაგრამ მარტივი შედარებისთვის რომ ისიც იყო აწყობილი კოდირების სისტემაზე, რომელიც თითქმის დაზღვეული იყო და SWIFT-ის სისტემა ზუსტად ამაზე არის 11 ნიშნიანი უნიკალური კოდი, რომელიც მიენიჭება როგორც საბანკო სისტემას, აი აქ 200-მდე ქვეყნის უამრავი ის არის და რაღაც ტრილიონობით გადაეცვა ხდება, რომ მიენიჭება უშუალოდ მაგად მე თქვენ რომ ვარ სიტყვაზე ჰონკონგში და მე მინდა თქვენ ახლა გადმოგირიცხოთ ნიუ-იორკში, ჩემი სახე და გვარის ქვეშ არის ჩემი უნიკალური კოდი,
რომელიც ჩემს ბანკში არის იდენტიფიცირებული, იგივეა თქვენ შემთხვევაში თქვენ ბანკში. ეს ბანკები სრულიად ერთმანეთისგან უცხოები არიან, მაგრამ მე რომ დღეს გადმოვრიცხე, რამოდენიმე წუთში ხდება ამ სისტემაში, საერთაშორისო SWIFT სისტემაში ასახვა და თქვენ ანგარიშზე ჩემგან გადმორიცხული თანხის დარეგისტრირება. SWIFT უზრუნველყოფს ზუსტად აი ამ ტექნიკურ გამტარობას. ეს არის, როგორც თქვი, არის კარგად ჩამოყალიბებული, მაქსიმალურად დაზღვეული რისკებით, აი მაქსიმალურად დაზღვეული რისკებით სისტემა, რომელიც არის უკვე წლების მანძილზე აქვს თავისი თავი, ესე ვთქვათ, დამკვიდრებული. რომელიც არის მულტისავალუტო, რაც თქვენვე აღნიშნეთ და რაც არის მისი უნიკალურობის კიდევ ერთი განსაზღვრელი ნაწილი. იმიტომ რომ SWIFT-ის სისტემით და SWIFT-ის ხელწერით, ასე ვთქვათ, ანბანით არის აწყობილი შემდეგ ყველა სხვა SWIFT-ის ალტერნატიული კონკურენტი ან კოლეგა სისტემები, ვინც იგივე პროტოკოლით მუშაობს, ცდილობს, მაგრამ SWIFT-ს აქვს ეს უნიკალურობა, რომელიც მაქვს მაღალი სანდოობა, არის მაღალი ტრანსპარენტულობა და არის ინტეგრირებული მთლიანად ამ ცივილიზებული სამყაროს ეკონომიკურ აქტივებში, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ეს კონტრტერორისტული, კორუფციული, იარაღის, ნარკოტიკების, ბავშვების, მონები და ასე შემდეგ ნეგატიური საეკონომიკური საქმიანობიდან წარმოქმნილი თანხების მოძრაობა. რაც SWIFT-ის შემთხვევაში ეს რა თქმა უნდა გრძელდება და იზრდება ევოლუციურად და რა თქმა უნდა თუ მოხდება რაღაც რევოლუციები ამ შემთხვევაში არის საუბარი რომ ალტერნატიული კრიპტოვალუტის ნაწილის ის SWIFT-ის ჩანაცვლება ესეთი ადვილი არ არის, იმიტომ რომ როგორც თქვით არის უმეტესობა აბსოლუტური 85%-ზე მეტი დედამიწის შეგნებული მოსახლეობის და ბიზნესის არის SWIFT სისტემაზე დაშენებული. ეს SWIFT-ის სისტემას აძლევს საშუალებას, რომ თან ის არ არის ერთი კონკრეტული ვიღაცა შეფუსნიკა ალავიძის საკუთრება, ხო? აძლევს საშუალებას იმას, რომ ეს ინოვაციები რაც იქნება ამ წიაღში, იქნება ეს კრიპტოვალუტის თუ ცალკე ევროპული ბანკების მოქმედება EIC სისტემაში გადასვლის თუ ასე შემდეგ, მოხდეს ისევ ამ საძირკველზე დაშენებით. ეხლა დაუბრუნდეთ ჩვენ ჩინურ ნაწილს. კი ბატონო. ჩინური ნაწილიც არის კონკურენტი იგივე ნაწილში, თუმცა ეს არის ჩინეთის სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, რომ მისი გრძელვადიანი ხედვა და გეგმა არის დომინირება გლობალურ ეკონომიკაზე და ასე შემდეგ და ეს დასამალი არ არის და ოფიციალურად აქვს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გაჟღერებული და მიდის და არის ძალიან ესეთი ცალკე მდგომი დამოუკიდებელი ეკონომიკა უშველებელი რესურსებით და თავის მოსახლეობით, თუმცა ეს სისტემა მოქმედებს მხოლოდ იუანში. აი ამ ნაწილში ჩაგეკითხებით ბატონო ნიკოლოზ. ნამდვილად მას მხოლოდ იუანში აქვს გადარიცხვის საშუალება, რაც გარკვეულწილად ჩანაცვლებას პრინციპში გამორიცხავს, თუმცა თუ ჩვენ ტრანზაქციას განვახორციელებთ, ასე ვთქვათ, და გადასვლას განვახორციელებთ სისტემის გარეთ, შემდეგ უკვე KIPS-ი შეგვიძლია გამოვიყენოთ, KIPS-ის მეშვეობით შეგვიძლია გადავრიცხოთ იუანი. სწორედ ერთ-ერთ, ასე ვთქვათ, გვერდისავლად და SWIFT-ის ჩანაცვლებას აი ამ გზით განიხილავენ ხოლმე. პრაქტიკაში რამდენად შესაძლებელია და რამდენად პრაქტიკული შეიძლება იყოს ეს მეთოდი. აი თქვენი კითხვიდან ძალიან კარგად იყო დასმული და სიტყვებით რო არ ვითამაშოთ, ნელა იმას. პრაქტიკაში ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა ეს პრაქტიკული არ არის. იმიტომ რომ ძირითადად KIPS-ი გამოიყენება ისეთ ქვეყნებს შორის ვაჭრობაში, რომელიც მხოლოდ იუანით არიან ვაჭრობაში. ამ საზარელი ომის დაწყების და ინტერვენციის დაწყების შემდეგ, რომელიც მე-21 საუკუნეში უბრალოდ წარმოუდგენელი იყო და კაცობრიობის ისტორიაში ეს ომების თემა, მივხვდით რომ არ არის კარგი, თუ შენ ვიღაცაზე ძლიერი ხარ, არ გაზარდოს იმის საშუალებას, რომ დაესხა ვიღაცას და წაართვა მას მისი ქონება. ამ ნაწილში დაიწყო ეს საშინელი ომი და შეიჭრა რუსეთი უკრაინაში და მანამდე მიკრო შეჭრები იყო, რომელიც დედამიწისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი, მაგალითად ჩვენთან შემოჭრა ვიღაცებმა ძალიან პატარა საქართველოს და ოკეი გადაუვლის, მაგრამ არ გადაუარა. ამის შემდეგ მოხდა SWIFT-ის სისტემიდან არა ქვეყნების, არამედ ამ ქვეყნების დიდი რაოდენობით ბანკების ჩახსნა, ანუ შეჩერება მათი ამ მომსახურების წვდომიდან, SWIFT-დან, ეს იყო პირველ რიგში რუსეთი, შემდეგ რუსეთიდან გამომდინარე ბელორუსია, რა თქმა უნდა მანამდე ირანი, ეს ვიცით რომ ეს ბოროტების თითქმის ტერორიზმთან გაერთიანებული სახელმწიფოები, ბელორუსია კიდე ამ ტერორიზმის ხელშემწყობი პარტნიორი ქვეყანა გახდა და უმეტესობა ბანკებისა და ირანის შემთხვევაში მთლიანად ჩაეხსნა ამ სისტემას. აქ არსებული ეკონომიკა ვითარდება, არის მათ
აქვს დიდი ღირებულებები ბუნებრივი რესურსების, რაც ბევრ ქვეყანას მაინც აინტერესებს და მათი ეთიკური გადასახედიდან მისაღებია ესეთ ადამიანების წვალებელ ბოროტების სახელმწიფოებთან თანამშრომლობა, ამიტომ ჩინეთმა ეს კონკურენტული უპირატესობა რა თქმა უნდა იპოვა, მსხვილი ვაჭრობა აქვს ამ ქვეყნებთან და შესაბამისად ძირითადი მომხმარებლები ამ სისტემის გახდნენ ირანი, რომელიც ამ ნავთობით საღა ჩინეთში მიზა რაღაც თქონდა ანგარიშწორება მოხდეს, ინდოეთი, რომელიც ასევე მსხვილი მოთამაშეა ამ ნაწილში, რომელიც ამ სამკუთხედში ტრიალებს ასევე რუსეთთან და ჩინეთთან, მაგრამ ახლა ამერიკის ზეწოლიდან და მოლაპარაკებით ეს რაღაცა მცირდება და შეიძლება უფრო დიდი ნაბიჯები გადაიდგას და რა თქმა უნდა რუსეთი. ამ სამკუთხედმა მუშაობის გააჩინა ძალიან დიდი კითხვის ნიშნები ამ სისტემასთან საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რომელიც SWIFT-ს იყენებს, რომელიც ასევე ვაჭრობს ჩინეთთან და რა თქმა უნდა ინარჩუნებენ ამ საერთო ურთიერთობებს, მაგრამ უდგებიან ძალიან დიდი სიფრთხილით. იმიტომ რაღაცა ტრანზაქციები აღმოჩნდა ამ საერთაშორისო უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ნაწილში, ანუ IML პროტოკოლებით, რომ ძალიან ბევრი სანქცირებული ტვირთი, სანქცირებული კომპანია და შემდეგ მოხდა ანგარიშწორება და შეზღუდვები მოხდა და ძალიან დიდი სიფრთხილით ეკიდება ყველა ეს გლობალური ცივილური სახელმწიფო. აქედან გამომდინარე სისტემაში მხოლოდ იუანით არის შესაძლებელი ურთიერთობა, რა თქმა უნდა ეს ტრანზაქცია რომ განხორციელდეს, იქაც საჭიროა მთელი რიგი დოკუმენტაცია, AML, KYC და ასე შემდეგ ფორმების ვსება, გაკეთება, მაგრამ ტექნიკურად უფრო მეტი შესაძლებლობაა საერთაშორისო სანქციების და საერთაშორისო თამაშის წესების გვერდის ავლის, რაც უკვე სუბიექტური გადაწყვეტილებაა კონკრეტულად იმ ფინანსური ინსტიტუტის, ვინც ამ სისტემაში ჩართულია და ამ სისტემაში ოპერირებს. ეს მისი რისკზე არის დამოკიდებული მის საქმის ეთიკურ კეთების ნაწილზე. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში რომ დავიდეთ უკვე გვაინტერესებს ბოდიში თუ ვიდაცაუბრობ, ჩვენთვის საინტერესო ეს რატომ უნდა იყოს. რა თქმა უნდა საინტერესო არის კიდევ ერთხელ დამატებითი ბერკეტია, რაღაცა პატარა ინსტრუმენტი რომ რაღაც საერთაშორისო არენაზე ვიყოთ, მაგრამ მოდით შევხედოთ ამ ნაწილში. რაც უკვე ჩამოვთვალე ეს რისკები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ცივილურ სამყაროსთან, რომ ვიცით რომ ცივილური სამყარო ვინ არის და ვინ არის ყველაზე დიდი ეკონომიკები და სადაც ჩვენ გვაქვს რომ მათი ფრთხილი დამოკიდებულების გარეშე, მათთან შეთანხმების გარეშე პირდაპირ გაქცევა ამ სისტემაზე მარტივად ვთქვა არაკორექტულია და საჭიროა უფრო მეტი კონსულტაციები SWIFT-ის გენერალ ქვეყნებთან და მესვეურებთან და მეორე ნაწილი ჩვენი ვაჭრობა ჩინეთთან. ანუ მე და თქვენ თუ ვართ მეწარმეები, ბიზნესმენები თუ ენტერპრენერები და ჩინეთიდან რაღაც პროდუქცია ბიზნესი გვაქვს, ძირითადად ჩინეთიდან ჩვენ რაღაც იმპორტი შემოვაყენთ, ექსპორტი გაგვაქვს, ჩვენი ექსპორტი ჩინეთის მიმართულებით არის რაღაც ჩვენი საერთო ექსპორტის 3-5%. და ეს ძალიან ელამზადია, ну ძალიან პატარა მოცულობა. ხოლო იმპორტი დაახლოებით 15% არის, ანუ დიდი იმპორტი არ გვაქვს. ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან და ჯერჯერობით ევროკავშირთანაც, რაც გვაძლევდა საშუალებას, რომ ხაბად ყოფილიყავთ პოზიციონირებული და ის მოთხოვნა, რაც ჩვენს ეკონომიკას გააჩნია, რაც მწირია, გაგვეზარდა უფრო დიდად, რომ ჩვენი ტერიტორიიდან, ჩვენი ჰაბიდან ევროკავშირის მიმართულებით ან სხვა ქვეყნების მიმართულებით, სადაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს ჩვენ და ჩინეთს არ აქვს, გამოგვიყენებია პლაცდარმა, თუმცა ესეც შეთანხმებადი პროცესია. ამ უპირატესობას სამწუხაროდ ვერ ვიყენებთ და ის ფასი, ის ღირებულება, რომელიც ჩვენ CP სისტემით შემოვა და ეს 3 და ან თუნდაც 15%-ის აბსოლუტურ ციფრებში არანაირად არ გვიღირს, რომ დავძაბოთ და ავიტკიოთ თავი, ისედაც ბევრი თავისტკივილები გვაქვს, ქრონიკული შაკიკი გვაქვს უკვე ქვეყანას, ავიტკიოთ თავი იმ ნაწილში, რომ დავძაბოთ და საკითხი ესე დადგეს, რომ თავს ვიცავთ SWIFT-იდან ჩახსნის ნაწილში ალტერნატივისგან. საკითხის ეს დაყენება არის უდიდესი დანაშაული, მოდი ასე ვთქვათ, აი ველურ კოშმარებშიც არ დაუშვებდით იმას, რომ თეორიულად მაინც განვიხილოთ ჩვენ ანუ ქვეყანა კი არა, რომელიმე ერთი მოთამაშე მაინც ქართულ საბანკო სექტორში, რომ SWIFT-იდან გახდეს სანქციების ნაწილი, რომ SWIFT-იდან გამოერიცხოს. ეს ნიშნავს, რომ მთლიანად სისტემა ხდება უკვე მოწყვლადი, მთლიანად სისტემა ხდებით უკვე, რომელიც ძალიან მყარია რეგიონშიც, აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბითაც საკმაოდ ცეთი კარგი და დარეგულირებული და
ან წარმოდგენაც არ გვინდა ამის. კი ბატონო, მე მცირე სტატისტიკასაც მოვიყვან SWIFT-ის სისტემაში, საშუალოდ 200 ქვეყანა და 11000 ინსტიტუტია ჩართული, როდესაც KIPS-ში 100-მდე ქვეყანაა ჩართული და საშუალოდ 1300 ბანკამდე აერთიანებს KIPS-ის სისტემას. ბატონო ნიკოლოზ, ძალიან დიდი მადლობა თქვენ საინტერესო ანალიზისთვის, ვრცელი ანალიზისთვის. ნიკოლოზ ალავიძე, ბიზნეს კონსულტანტი, GeoCase-ის მრჩეველთა საბჭოს წევრი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მოადგილე იყო ჩვენთან ერთად და საუბრობდით KIPS-ის სისტემაზე, რომელთანაც თანამშრომლობას იწყებს საქართველოს ცენტრალური ბანკი და რომლის შესახებაც სულ ახლახანს გასულ კვირას გავიგეთ.